გამარჯობა. Ამ ვიდეოების ციკლი ქართლოსიანების ისტორიის შესახებ უნდა ნახოს ყველა ქართველმა. ამიტომ ჩვენ არ გადავტვირთავთ მაყურებელს დროის ფაქტორის გათვალისწინებით და ვეცდებით თითოეული ვიდეო იყოს დაახლოებით 10 წუთიანი. ვაგრძელებთ ქართლოსიანების ნამდვილი ისტორიის შესახებ თხრობას. ეს არის ისტორია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებით ამახინჯეს ძველმა ბერძნებმა და რომაელებმა ისტორიკოსებმა, შემდგომ საბჭოელებმა, რათა კაცობრიობის ცივილიზაციის ისტორიიდან ამოეშანთათ მისი ერთ-ერთი პირველი შემქმნელის ქართლოსიანების სახელი და თავად წარმოეჩინათ თავი ამათ, საბჭოელთა შემთხვევაში კი იდეოლოგიის გამო. ვიდრე დავიწყებ საკითხის ირგვლივ თხრობას, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, უყუროთ ჩვენს ვიდეოებს და მოგწეროთ კომენტარები. არ იფიქროთ, რომ ამას რაიმე სარგებლის მიღების გამო ვაკეთებ. ჩვენთვის ის, რაც გავაკეთეთ და ვაკეთებთ, წმინდათა წმინდა, არაფერზე არ იცვლება, რადგან შევძელით გრაკლიანი გორის ყველა დამწერლობითი სიმბოლოსა და ბაშფლემის სპილის ტექსტის, ასევე სვეტიცხოვლის ეგრეთ წოდებული წრიული ფრესკის გაშიფრვა. უბრალოდ სამწუხაროა, რომ საქართველოში არ აღმოჩნდა თუნდაც ერთი კეთილსინდისიერი ამ დარგის მეცნიერი, ვინც იმას მაინც გააკეთებდა, რომ ჩვენს კვლევებზე დაწერდა არგუმენტირებულ და კვალიფიციურ რეცენზიას. წინა ვიდეოებიდან უკვე გავუწყეთ ქართველთა გენეტიკური მემკვიდრეობის შესახებ. ნოე, იაფეთი, გომერი, თარგამოსი, ქართლოსი და მისი 6 ძმა. დავიწყოთ ქართლოსის. თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობების მიხედვით, როგორც წინა ვიდეოდან გავუწყეთ, ქართლოსი იყო თარგამოსის ძე, ქართველური ეთნოსის დამაარსებელი, ეთნარქი. რა თქმა უნდა, თავის 6 ძმასთან ერთად. ჩამოვთვალოთ ბარდო, მოვაკე, ლეკან, კავკასო, ფერო და ეგრო. ბერძნული დასახელებით ემატება ბარდოს, მოვაკანოს და ასე შემდეგ. ასევეა ცნობილი ქართლოსის ძეებისა და შვილების სახელებიც. ქართლოსის ძენი: კახოს, მცხეთოს, კუხოს, გაჩოს, გარდაბანოს. შემდეგ ძენი მცხეთოსისა, უფლოს, ჯავახოს, მოცხოს. შემდეგ თეიმურაზ ბატონიშვილი ამბობს: ესენი და ძენი მათ მიიყვნენ გმირნი და ნათესავ მთავარნი, რომელნიცა დაემკვიდრეს ქვეყანასა ამას, მას შინა ივერიასა და გარე შეიცვეს საზღვარნი კასპიის ზღვისგან ვიდრე პონტომდე. გვერდი 27. ახლა გავმარტოთ თავად სახელდება ივერია, ანუ ქართლოსიანთა პერიოდისთვის მათ მიერ დაარსებული ქვეყნის ივერიის ეტიმოლოგია. ამაზეც გვაქვს ვიდეო და მოკლედ შეგახსენებთ. სახელდება მომდინარეობს სიტყვა იორიიდან, ანუ გაორებული, იორა. ასე განმარტავს თეიმურაზ ბატონიშვილი ამ სიტყვას. ანუ იორია ძველი ბერძნების მიერ გადაკეთებული გეორგიათ. ჯი ასო შეცვალეს ინგლისური, ჯი ასოთი და მიიღეს გეორგია. როდის მოხდა შემოსვლა ქართლოსიანთა? თეიმურაზ ბატონიშვილი. ივერიელთა, ესე იგი გეორგიელთა, რომელ ვართ ქართლოსიანი მატიანეთა ძველთა მიერ და ქართლის ცხოვრებათაგან ჩვენთა ისტორიათასა მოვიღებთ რიცხვთა წელიწადისათა, რომელსაც წელსა ქართლოს ნათესავ მთავართა მთავარი მოიწია საქართველოს, ესე იგი ივერიად, ანუ გეორგიად. წელთა დასამამიდან სოფლისა ბერძულისა აღრიცხვით 2785, ხოლო იულიუს რიცხვით 1990, ქართულისა ქრონიკოსა მე-6-ისა მოქცევისა 221. გვერდი 28. რადგან ვიცით, რომ ერთი მოქცევა უდრის 532 წელს, 5x532 იქნება 2660, ამას დაემატება კიდევ მე-6 მოქცევის 221 წელი და მივიღებთ 2791 წელს დასაბამიდან სოფლისას, ანუ 5620 წელს თუ გამოვაკლებთ ამ რიცხვს, 5604-ს გამოვაკლოთ 2891 უდრის 2723 წელს, ანუ ძველი წელთაღრიცხვის 2723 წელი. რომელსაც წელსა ქართლოს ნათესავ მთავართა მთავარი მოიწია საქართველოს. იგივე თარგის მივიღებთ თუ კი ბერძნულსა იულიუსის კალენდრით გამოვთვლით. თეიმურაზ ბატონიშვილი ასევე ასახელებს მეორეს ვახტანგისეულს თარიღსაც. აქადგან ვახტანგ მეფის მოთხოვათაგან წელთა დასამამიდან სოფლისა ბერძნულითა
წელთა აღრიცხვითა 2856 ქართულსა ქრონიკონსა მე-6-ისა მოქცევისა 292 სამგობს, იქ 221-ია. ანუ ამ შემთხვევაში სხვაობაში ადგენს 71 წელს, ამიტომ ქართლოსის საქართველოში შემოსვლის წელი იქნება 2600 ვახტანგისეულით 2652 წელი ძველი წელთა აღრიცხვა. თუმცა ჩვენ სარწმუნოდ მივიჩნიეთ თეიმურაზ ბატონიშვილისეული თარიღი ძველი წელთა აღრიცხვის 2723 წელი, რადგან როცა გავშიფრეთ გრაკლიანი გორის დამწერლობითი არტეფაქტები, კონკრეტულად სტელა სიმბოლოები, იქ წარმოდგენილი ასტრონომიული მოვლენა სატურნი იუპიტერის შეწყმა ჰერკულესის თანავარსკვლავედის ფონზე, რომელიც ასახეს ქართლოსიანების შთამომავლებმა ძველი წელთა აღრიცხვის 1018 წელს, ეს თარიღიც ამოვიკითხეთ სტელაზე. ასევე მოხდა ძველი წელთა აღრიცხვის 2726 წელს, ანუ ქართლოსიანების იორის ხეობაში შემოსვლის პერიოდისთვის 3 წლით ადრე. ბოდიშით, რა ენაზე საუბრობდნენ ქართლოსიანები? თეიმურაზ ბატონიშვილი ქართლოს, რომელიც წინ ვაბართა ჩვენთა იქნა ნათესავ მთავარი, იგი თვით და ყოველი ძენი, ძმანი, შთამომავალი და ერნი მისი მუნზრახ იყვნენ იერულად, ესე იგი ქართულად ზრახვითავთ ამგვარითა, რომლითაცა მეტყველებთ ათ. სად დასახლდნენ ქართლოსი და მისი ძმები? ვიდრემდე განისწროდნენ და განიხილვიდნენ ყოველთა 10 ადგილთა თუ რომელსა ადგილსა დამკვიდრება ჯერ არიან, იყოფოდნენ ხორანთას. გვერდი 40. სად მდებარეობდა ეს ტერიტორია? სამეცნიერო ინფორმაცია. ხორანთა ისტორიული ქალაქი საქართველოში, მდინარეების მცირე ალაზნისა და დიდი ალაზნის, იორისა და ალაზნის შესართავთან. ამჟამად ეს ტერიტორია მოყოლილია მინგეჩაურის წყალსაცავში, თანამედროვე აზერბაიჯანი. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილია მრავალფენოვანი არქეოლოგიური კომპლექსი. სისტემატური გათხრები მიმდინარეობდა 1952-53 წლებში. ყველაზე ადრეული ძველი წელთა აღრიცხვის მესამე ათასწლეულის ნომერი პირველი ნამოსახლარის ქვედა ფენაა და სამარხები, რომლებიც მტკვარ არაქსის კულტურას განეკუთვნებოდა და იცით ჩვენი ვიდეოებიდან, რომ შემდეგ ის ჩაანაცვლა ქართულმა, ანუ თრიალეთის კულტურმა. შემდეგ ქართლოსთა ძმანი და შვილნიცა მისნი ერთმამად თვით საშუალო ორთა მათ მდინარეთა აღაშენეს ციხე და ქალაქი. ერი მათი გარემო შორს და ახლოს სდგეს ველთა და მდინარეთა გაღმით და გამოგდით მდინარეთა დიდისა და მცირისა, იერა მდინარეთა და მტკვარისა. გვერდი 10. რატომ აირჩიეს ეს ტერიტორია? იმის გამო, რომ ბევრი ნადირფრინველი იყო, ასევე თევზი და ველური ფხალი, რითაც ქართლოსიანებს შეეძლოთ თავის გატანა. ისევ შემდეგ არც ამ მცირედი ჟამი დაშտეს, მუნდა განმრავლებულნი შემდგომად მრავალთა მროწლეთა, ან ნახირთა და საცხოვართანი გარდასახნა ქართლოსმან თითოეული ძმანი და ძენი თვისნი თითოეულთა მათ ადგილთა, რომელნიცა ზემორი მოიხსენიე. გვერდი 40. რა ტერიტორია მიიღეს ქართლოსმა სამემკვიდრეოდ, ანუ ქართლოსიანებმა? ამის შესახებ ცნობებს თეიმურაზ ბატონიშვილი ასე გვაწვდის. ქვეყნის ამისა საზღვარი არის აღმოსავლეთ ზღვაი ბულგარიისა, რომელ არის ზღვაი კასპიისა. ბ. დასავლეთ ზღვა პონტოისა, რომელი იწოდების შავ ზღვად და ზღვადცა ერიტრეისა. გ. სამხრეთ საზღვარი მათი დაწყებულ პონტოს ზღვით მახლობელ ტრაპიზონტისა და მუნით წარმოსული ფანვალის საშუალ არზუმისა და ბასიანისა და ყოველნის სამზღვარნი სამცხე საათაბაგოისანი, ვიდრე დიდისა სომხითისა საზღვრამდე, მთათამდე მასისისა და მთათა საშუალ ერევნისა და საქართველოისა, რომელნიც მოიწევიან ვიდრე მდინარემდე არეზისა. ყოველთა ამ მთათა და სამზღვართა მიერ შეცვლნი ადგილნი, თიურნი, ვაკენი, გინა, ხეობანი მესაზღვრებიან ივერიასა. დ. ჩრდილოთ კერძო სამზღვარი ივერიისა არის საზღვრამდე რუსეთისა და მცირე თათარიისა. სივრცე ქვეყნის ამისა არის სიგრძით 58 ვიდრე 65 გრადუსი, სიგანე 38 ვიდრე 46 გრადუსი.
შემდეგ თემურაზ ბატონიშვილი მილის პარამეტრებსაც განსაზღვრავს. მილებში აქვს ეს გამოთვლილი. მილი გერმანული, რომელსაც თითოეული მილი შეიცავს ვერსა 7-სა. ივერიათა, ესე იგი გეორგიანთან, რომელ ვარ ქართლოსიანი, მატიანეთა ძველთა მიერ და ქართლის ცხოვრებათაგან არისო აღებული ეს მონაცემები. გვერდი 22. აი რატო იხსენიება დავით აღმაშენებელთან ნიკოლსინგიდან ვიდრე დალუბანდან და საქართველოს ტერიტორიის გავრცობის შესახებ ცნობები ისტორიულ წყაროებში. ქართველი ეფები არათუ ფლობდნენ ამ ინფორმაციას, მათ მატერიალური სახითაც კი ჰქონდათ ეს წიგნი მატიანეში მეცნება, რომელშიც დასაბამითკან ეწერა ისტორია ქართლოსიან. შემდეგ ვიდეოში წარმოგიდგენთ სათითაოდ ქართლოსისა და მისი ძმების განსახლების ადგილებს, ანუ ტერიტორიებს. სათითაოდ დავიწყებთ თავის საზღვრებით. ამით დავასრულებთ. ხოლმე გამოიწეროთ ჩვენი არხი, უყუროთ ჩვენს ვიდეოებს და მოგწეროთ კომენტარები. დიდი მადლობა.